ნატო ახალ სამხედრო ინიციატივას იწყებს სახელწოდებით Arctic Sentry, იგივე არქტიკის მცველი, რომელიც მიზნად ჩრდილოეთ რეგიონებში უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს. ეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის ძალის გზით მიღებით იმუქრებოდა, რითიც ალიანსში კრიზისი შექმნა. Most of us in Europe and in the US agree in Canada that ჩვენი უმრავლესობა ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ კანადაში თანხმდება იმაზე, რომ ერთად დგომა დიდი ღირებულებაა. ეს იმიტომ, რომ ნატო არსებობს არა მხოლოდ ევროპისა და კანადის დასაცავად, არამედ ამერიკის დასაცავადაც. იმისათვის, რომ დაახშენ უსაფრთხოდ და წინ იარონ, მათ სჭირდებათ უსაფრთხო არქტიკა, სჭირდებათ დაცული ევროპა და დაცული ატლანტიკა. უსაფრთხოებისთვის კი ჩვენ ევროპელებს გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ტრანსატლანტიკურ სივრცეში. This close cooperation, transatlantic. ნატოს ერთ-ერთმა უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა უარყო დაშვება, რომ არქტიკის მცველი უკვე არსებული წვრთნების რებრენდინგია დონალდ ტრამპის გულისმოსაგებად. თავდაპირველად არქტიკის მცველი ნატოს ლეიბლის ქვეშ მოქმედ ეროვნულ სამხედრო წვრთნებს მოემსახურება რეგიონში და არ იგულისხმებს ნატოს დროშის ქვეშ ჯარების მუდმივ თუ გრძელვადიან განთავსებას რეგიონში. ნათელია, რომ ევროპული სახელმწიფოები ნატოს ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ ევროკავშირში ასევე გაგვაჩნია ჩვენი ახალი არქტიკული სტრატეგია. განსხვავება იმაშია, რომ წინა სტრატეგიაში ვეხებოდით კლიმატურ საკითხებს, კვლევებს, მეთევზეობას, გარემოს, მაგრამ არა უსაფრთხოებას. ამჟამად კი ჩვენ ამ საკითხში ჩავდებთ ძალისხმევას. მე ახლახან გახლდით არქტიკაში, ვთვლი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია დარჩეთ ყურადღებით. მოხარული ვარ, რომ ვიხილეთ არქტიკის მცველი, რაც ახლა ნატოს ხოლგის ქვეშ განხორციელდება. ეს კარგის ნიშანია და ნატოს ამ მხრივ მხარი ბოლომდე დაუჭერეთ. ჩვენ დანიაშიც სულ ამას ვამბობდით უკვე მრავალი თვეა, რომ ერთად მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკაში და შედეგი ნატოსგან უკვე ვიხილეთ. Do more together in the Arctic. From Finnish perspective, we are fully Arctic country. ფინეთის პერსპექტივიდან გეტყვით, რომ ჩვენ ვართ სრულად არქტიკული ქვეყანა და ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულად არქტიკულ ძალებად. ასე რომ მოხარულები ვართ, რომ ნატო და თავად ევროკავშირი მეტ ყურადღებას უთმობენ ამ რეგიონს. ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ ამას დრო დასჭირდება. ეს არაა მარტივი საქმე, რადგან არქტიკის შესაძლებლობები და ოპერაციული გარემო სამხრეთ ევროპისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გვახარებს ეს ინიციატივა და გვახარებს ევროკავშირის განცხადებები, რომ არქტიკა იქნება ერთ-ერთი საყურადღებო არეალი, მაგრამ ბევრი კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი ამ სამუშაოსთვის. We are really happy to see from European Union the statements that the Arctic will be in one focus area. ევროპელ მოკავშირეებს იმედი აქვთ, რომ ინიციატივა, ისევე როგორც დანიასთან და გრენლანდიასთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე მოლაპარაკებები, საშუალებას მისცემს ნატოს უკან ჩამოიტოვოს გრენლანდიის ირგვლივ არსებული დავა.